დღეს მე და ჩემი თანაგუნდელები გამოვდივართ უმნიშვნელოვანესი ინიციატივით, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს რეალური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, შვიდობის, ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური აღორძინების გარანტი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს. ანუ საქართველო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე. იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია. საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი უცხო სახელმწიფოს ან არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსეთის ჯარი. ვიმეორებ, ხაზგასმით ვიმეორებ. საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსეთის ჯარი. და როცა ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია ვგულისხმობ ერთიან საქართველოს, აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერებს ამ ინიციატივის რეალიზებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს 3 ნომერს და მოგცემს მანდატს ამ ინიციატივის განხორციელებისათვის. ეს ინიციატივა განპირობებულია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და უპირველესად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. ჩვენი სამშობლო არ შეიძლება დარჩეს კვლავ ორი სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად და ექსპერიმენტების ადგილად. არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს რომელიმე სახელმწიფო ინტერესებს, რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა განლაგებული ახლოს თუ შორს. დღევანდელი ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის ქმედებები საქართველო მათი ქმედებებიდან გამომდინარე მოქმედებს არასაკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ინტერესებიდან გამომდინარე. დროა საქართველოში მოვიდეს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც უპირველესად დააყენებს სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან სხვა გაერთიანების ინტერესებს. დროა საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ძალა, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს დააყენებს პირველ ადგილზე. სწორედ უბლოკო სტატუსი ქვეყნისა იქნება ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და აღორძინების გარანტი. ეს იქნება მშვიდობისა და თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის საფუძველი. და რაც უმნიშვნელოვანესია და რაც ძალიან სასიცოცხლო და პრინციპულია ჩვენი ქვეყნისათვის, ეს ინიციატივა და ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად მიღებული უბლოკო სტატუსი იქნება უმთავრესი პირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელმოწერების კამპანიაში ჩაერთვება ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს ამ ინიციატივის განხორციელებას. ჩვენ ბუნებრივია მოვივლით მთელ საქართველოს, კარგად ავუხსნით საქართველოს მოსახლეობას, რას ნიშნავს ჩვენი ინიციატივა ქვეყნისათვის. ეს არის გამბედავი, პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის გამოც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ტალახი იქნება ჩვენს მიმართულებით გამოსროლილი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია არც ცილისწამების, არც ტალახის, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშინებს, იმიტომ რომ ვიცით, ვმოქმედებთ იმ ინტერესებიდან, რასაც ჩვენი სამშობლოს საქართველოს უმთავრესი ინტერესი ჰქვია. ამიტომ მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, გაეცნონ ჩვენს ინიციატივას, კარგად დაფიქრდნენ, დაგვიჭირონ მხარი, როგორც ამ ხელმოწერების შეგროვებაში, ასევე საპარლამენტო არჩევნების დღეს. მე იმედი მაქვს, რომ ყველა მოვა არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს არჩევანი განაპირობებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს და მე დარწმუნებული ვარ,
რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს ნომერ 3-ს და მე და ჩემს თანაგუნდელებს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა რეალურად მშვიდობიანი, დემოკრატიული, სტაბილური გახდეს და ჩვენი მოსახლეობა გამოვიდეს იმ უკიდურესად მძიმე დუხჭირი ყოფიდან, რომელშიც აქამდე ამყოფებენ ჩვენი მოსახლეობის წარმომადგენლებს. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ჩვენი დღევანდელი ინიციატივა იქნება ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მოგვარების მთავარი გარანტი.